თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს მინდა ვისაუბროთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობა საქართველოში ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებაში საკმაოდ რთულია. ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ქვეყანაში ძირითადად დახმარების ინსტრუმენტია და მუშაობენ იმ მთავრობასთან, რომელიც ქვეყანას ყავს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციაში არიან, რადგან საქართველოში მოსახლეობის და უკვე ბიზნესის დიდი ნაწილი სწორედ არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ამ დრომდე ქართულ ოცნებას არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია მიუღია. მეტიც პირველ რიგში სწორედ იმ სტრატეგიულ პარტნიორებს დაუპირისპირდა, რომლებიც ამ ინსტიტუტების მთავარი აქციონერები არიან ამერიკა და ევროკავშირი. ქართული ოცნება ყოველთვის ტოვებს ინტერპრეტაციის ველს იმისთვის, რომ ბოლომდე არ ვიცოდეთ, რას და როგორ საქმიანობენ შექმნილ ვითარებაში საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომელ პროგრამებს აგრძელებენ, რომელი პროგრამები ჩერდება, ახალი პროგრამებით უმტკიცდება და ასე შემდეგ. მაგრამ მათ შორის არიან გამონაკლისებით, სადაც სიტუაცია ძალიან აშკარაა და სადაც ვიცით, რომ პრობლემები არსებობს. სამწუხაროდ ამ ნაწილშიც ქართულმა ოცნებამ ყველაზე გავლენიან საფინანსო ინსტიტუტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისევ ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უხერხული სიტუაციის შექმნა არჩია. არადა რომ არა ამ ორგანიზაციის მხარდაჭერა კოვიდის დროს ქართულ ოცნებას ქვეყნის ჩაკეტვის, ეკონომიკური შედეგების გამოცდა სულ საკუთარ ტყავზე მოუწევდა. ამ უხერხული სიტუაციის შედეგი დღეს ის არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უბრალოდ დუმან. არავის სურს არათუ ინტერვიუ, არამედ კომენტარის გაკეთებაც კი. ამის მთავარი მიზეზი ჩემთვის, როგორც ბიზნეს მედიის წარმომადგენლისთვის ის არის, რომ მათ ნებისმიერ კომენტარს ქართული ოცნება საკუთარი ლეგიტიმაციისთვის იყენებს. თითქოს საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიკური მანდატის ინსტიტუციები იყვნენ და მათი საქართველოში ჩართულობა მმართველი ძალის პოლიტიკურ ლეგიტიმაციასაც ნიშნავდეს. პირადად ჩემთვის თელარა გელანტიას შემთხვევის შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძემ ლეგიტიმაცია მისგან თავისივე ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტისგან მოითხოვა კითხვებზე პასუხების გაცემის სანაცვლოდ, სიმართლე გითხრათ, გასაკვირი აღარაფერია. მაგალითად, აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე არ მიმიღია პასუხი ძალიან მარტივ კითხვაზე, მიულოცა თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, როგორც ინსტიტუტმა, ნათია თურნავას სების პრეზიდენტად გახდომა. მარტივ კითხვაზე არ მაქვს ამ დრომდე პასუხი, კითხვაზე, რომელიც მხოლოდ კი ან არა პასუხს მოითხოვს. სულ მალე ასეთი შესავალი შესაძლოა ცენზურის გამო ვერ გავაკეთო. კანონმა დამსაჯოს კრიტიკული აზროვნების და საავტორო ანალიტიკისთვის. მეტიც შესაძლოა ის ადამიანებიც დაისაჯონ, ვინც ეთერში მოსვლას და კრიტიკულ თემებზე საუბარს გაბედავენ. იქნებ სამშობლოს ღალატიც კი იყოს პარტიის კრიტიკა. სასამართლოში ხომ არ ვიდავოთ. მოკლედ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ხმა გაგაგონოთ, გადაცემის პირველ ნაწილში ჩემი სტუმარი იქნება ლექსო ალექსიშვილი, გადაცემის მეორე ნაწილში რომან გოცირიძე. მათთან ერთად გავაანალიზებთ, რა უჯდება უკვე საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ამ უხერხულობის შექმნა. ამ დღეებში სრულიად შემთხვევით IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუელთან გადავიკვეთე, ვისაუბრეთ და ინტერვიუც ვითხოვე, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურად სრულიად გასაგებია ჩემთვის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დღეს ყველა სხვა საფინანსო ინსტიტუტთან შედარებით ყველაზე მეტადაა დაკვირვების რეჟიმში გადასული. ინტერვიუ არა, მაგრამ ჩვენი საუბრიდან რამდენიმე ციტატის გამოყენების უფლება მივიღე. BMG-ზე შეგიძლიათ უკვე წაიკითხოთ ჩემი რედაქტორის სვეტი, სადაც სრულად ჩანს ის სურათი, რაც დღეს ამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საფინანსო ინსტიტუტთან მიმართებით არის შექმნილი. ენდრიუ ჯუელთან ჩემი ძალიან მოკლე საუბრიდან ორი ასეთი მთავარი დასკვნა გამოვიდანე. ფონდი ჯერ დაკვირვების რეჟიმშია ყველა იმ ცვლილებასთან მიმართებით, რაც უშუალოდ მის მანდატთან არის კავშირში, ამიტომ ამ თემების დეტალურად განხილვისთვის ჯერ მზად არ არის და მეორე, ფონდმა ქართული ოცნებისგან უნდა მიიღოს ახალი პროგრამის მონახაზი, ანუ ოფიციალური მოთხოვნა, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება IMF-თან ახალი პროგრამა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს. იმისთვის, რომ ახალი პროგრამა ამოქმედდეს, პირველ რიგში ხელისუფლებისგან უნდა წამოვიდეს მოთხოვნა. ამის შემდეგ მოთხოვნას განიხილავენ IMF-ის თანამშრომლები და მენეჯმენტი. პროცედურა ყველა ქვეყნისთვის საერთოა. საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ. გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი. კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებითაც, რომ თებერვლის მისიაზე ახალი პროგრამის ირგვლივ არანაირი განხილვა არ ყოფილა. IMF-ი დარჩა თავისი მანდატის ფარგლებში. თებერვლის მისია, რომელიც ერთი თვის წინ დასრულდა, მეოთხე მუხლის კონსულტაციების მოსამზადებლად
დამოუკიდებელ შეხვედრებს ითვალისწინებდა. ასეთ შეხვედრებს ფონდი თავის წევრ ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად მართავს თავისი მანდატის ფარგლებში, რომელიც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მონიტორინგს ითვალისწინებს. 29 იანვარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ადგილზე ჩამოსვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინტერპრეტაციები ძირითადად იმასთან დაკავშირებით გაიყო, თუ რამდენად ემსახურებოდა ან არ ემსახურებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი ქვეყანაში ქართული ოცნების მთავრობის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. აქაც მივიღეთ განმარტება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს როგორც ინსტიტუციას არ აქვს პოლიტიკური მანდატი და შესაბამისად შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ის კომენტარს არ აკეთებს. ფონდის მხარდაჭერა იფარგლება ფინანსური და ტექნიკური დახმარებით იმისთვის, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება ასეთ დახმარებას მოითხოვს, ის ისეთი ეკონომიკური ინსტიტუციების გაძლიერებას მოხმარდება, როგორებიცაა ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო. ძალიან მოკლედ მინდა შეგახსენოთ, რატომ შეჩერდა საერთოდ IMF-ის პროგრამა საქართველოში. IMF-ის 280 მილიონ დოლარიანი პროგრამის შეჩერების შესახებ ჩვენ სექტემბერში გავიგეთ. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი 2 მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF-ის კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე IMF-ის ინფორმირების გარეშე შეიცვალა. 2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა. შედეგად პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა, თუმცა 2023 წლის 13 ივნისს პარლამენტმა ვეტო დაძლია. 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად SEB-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ SEB-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკრისო წესის მიღებამაც. კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა. ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სამი საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი კი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა, რომ შევაჯამოთ ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან პირველი კომენტარი ანალიტიკასთან IMF-ის დირექტორმა ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჯიჰად აზურმა გააკეთა. შარშა ნოემბერში ჯიჰად აზურმა დაბეჯითებით გითხრა, რომ IMF-ისთვის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კონტექსტში ცენტრალური მნიშვნელობის რეფორმად რჩებოდა. ეს რეფორმა იმ საკითხებს შორის იყო, რამაც საბოლოო ჯამში პროგრამის შეჩერება გამოიწვია. ჩვენ დღესაც გვჯერა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გაზრდის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და შეამცირებს ფისკალურ რისკებს, მაგრამ ამასთანავე ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას საშუალო ვადაში. ეს რეფორმა მხარს დაუჭერს თანაბარ კონკურენციას საჯარო და კერძო სექტორს შორის. ამდენად ჩვენ ისევ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი მაჩვენებლები საშუალო ვადიან პერიოდში დიდწილად იქნება დამოკიდებული ხელისუფლების უნარზე, რომ დააჩქარონ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ამით უზრუნველყონ კერძო სექტორში სწორი ინვესტიციების შემოდინება და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება.
ახლა მინდა შეგახსენოთ, რა წერია 2025-2028 წლების ბიდიდი დოკუმენტში სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით. სახელმწიფო საწარმოების ფარგლებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად გაუმჯობესდება სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა და განხორციელდება სახელმწიფო კორპორაციების კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაცია. ასევე ხელი შეწყობა კონკურენციასა და კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი ფლობის პოლიტიკის განხორციელება და გაძლიერდება სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულება და სტრატეგიული მართვა. რეფორმა ითვალისწინებს ჩარჩო კანონის მიღებას, რომელიც შექმნის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მკაფიო საკანონმდებლო საფუძველს. ამავე დოკუმენტით გათვალისწინებულია სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის ან და პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს როლის გაძლიერება სახელმწიფო საწარმოთა მართვის ნაწილში. კიდევ ერთი დათქმა საინტერესო, კერძოდ ბიდიდი დოკუმენტში წერია, რომ ქართული ოცნების მთავრობა აპირებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებული ლიკვიდური გადახდის უუნარო და მოგებიანი საწარმოების კლასიფიკაციას მათი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, ხოლო არამოგებიანი საწარმოების რაოდენობის შემცირებას მათი ლიკვიდაციის გაკოტრების ან რეორგანიზაციის გზით. რა გაკეთდა აქამდე რეფორმის ფარგლებში, ანალიტიკა ფინანსთა სამინისტროსთვის გასაგზავნ დეტალურ კითხვარზე მუშაობს და გზადაგზა კიდევ განაახლებს ამ თემას. მანამდე IMF-თან შეთანხმებული სტრატეგია სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების შესახებ 2026 წლამდე მოქმედი რჩება.